მას ასე მეგობრებო, დღეს პლანეტის ყურადღება თბილისი არენისკენა, სადაც ივარჯიშებენ მსოფლიო დონის მოციგურავეები. ვიცი, რომ იცანით ისინი და დავიწყოთ. ეს უკვე ექსკლუზიური კადრებია, აქ თქვენ უკვე ხედავთ თუ როგორ ემზადებიან სპორტსმენები ყინულის მოედანზე გასასვლელად და თქვენ შეგიძლიათ ახლოდან ნახოთ ბრილიანტებით მოვარაყებული მათი ციგურები, რომლებიც დიდი შრომის მონაპოვარია. ვიცი რომ გეწყინებათ, მაგრამ თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ დღევანდელ ვარჯიშს ვერ დაესწრება ლეგენდარული შურდულა ზაზა. საქმე ისა ის, რომ ის სამ სხვადასხვა კონტინენტზე ერთი და იმავე დროს გამართულ ჩემპიონატზე ერთდროულად იღებს მონაწილეობას და ჩვენ კოლეგები, ასევე ლეგენდები, ახლა ხან ვჭობდით გასახდელში თუ რა გვეჩუქებინა მისთვის დაბადების დღეზე და ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ დამატებით კიდევ ორ ფეხს ვაჩუქეთ, რადგანაც ჩვენთან ერთადაც იყოს ხოლმე. და ისიც პირველი მოედანზე გამოდის ლევან დაუდგრომელი. დარბაზი ფეხზეა, ის ხელს უქნევს გულშემატკივრებს და ამით იგებს მათ გულებს. სრული სიგიჟია ხალხო, ლევან I love you ისმის ტრიბუნებიდან. ჯერ მარტო ხელი დაუქნია და მერე რომ ხუთ კასკად შეასრულებს, წარმომიდგენია რა მოხდება. წინ ლევან, არ შედრკე ძმაო. ვაიმე, თვალებს ვერ ვუჯერებთ. თუ ეს კოხტა მარინა დავიჯერო ახლა შეასრულებს თავის საფირმო ნახტომს. ახტა დღეს ჩამოხტაზე ექს. დღემდე ვერ ხვდებით ხალხნო ლეგენდები თუ როგორ აკეთებს ამ ნახტომს. ხედავ შენ თვალწინ ახტა და სად არის კოხტა მარინა? მარინ, მე მინდა გითხრა რომ შენ მსოფლიოს სჭირდები. დიდხანს უნდა იყო ყინულის მოედანზე, რომ კიდევ ბევრჯერ გააოგნოს სამყარო და მაგალითი მისცე მომავალ თაობას. აქ უკვე ხედავთ თუ როგორ ხდება ორი კორიფე ერთმანეთს. უნიკალური კადრებია, გამაოგნებელი. ეს ვინ გადის ყინულის მოედანზე? ღმერთო ჩემო, ამას ვის ვხედავ? ეს ხო ნატამშვიდია, მსოფლიო დონის მოციგურავე, რომელიც აუღელვებლად ლიწილ-ლიწინით იგებს ოლიმპიადებს. დღემდე გამოუკვლეველია მისი ნერვიული ბოჭკოები. ერთხელ ვკითხე, შენ მთელი სამყარო გიყურებს, არ გეშინია? და მან მითხრა, არა. მე მაოცებენ ლამპიონები ამ ლამასცენას რომანათებენ. ამასობაში ყინულის მოედანზე შემოიჭრა ნატა მაღალი, შურდულივით ჩაუარა ლევან დაუდგრომელს და გაიჭრა წინ. არ მჯერა რომ ის აქ არის შეუდარებელი სპორტსმენი, რომელსაც შეუძლია ახტეს მაღალზე, ჩაისუთქოს ბახმაროს ჰაერი და სავსე ფილტვებით ჩამოხტეს. ამას წინათ ჩინურ პრესას ვეცნობოდი. ხშირად ვკითხულობ ხოლმე და ლეგენდარული მოციგურავის ძალიან ცუს ინტერვიუს წავაწყდი, რომელსაც ასეთი სათაური ჰქონდა, სადაც ნატა მაღალია, მე იქ არ გამოვალ. გაგიჟდა მთელი ჩინეთი. თუ დანებდაო, იფიქრეს, კი არ დანებდი, მოგიწია ჩემო ძიან. ძნელია გაუმკლავდე ბახმაროს ჰაერს. ყურადღება მეგობრებო, გადაჭერილი არენა ითხოვს ჩემს გასვლას მოედანზე. ყველას უნდა ნახოს ჩემი საფირმო დგომა, რომელსაც იუნესკო იცავს გასული საუკუნიდან. მას ასე თქვენს წინაშე ასოცირებული მოციგურავე ნათია მაცივარ გადამბუგველი, სხვათა შორის ეს სახელი სულ სხვა ისტორიიდან შემერქვა, მაგრამ დღემდე მომყვება. უერთდები კოლეგა კორიფეებს, მეგობრებო, ლეგენდებო, მე თქვენსკენ მოვდივარ. აი ისიც ჩემი საფირმო დგომა. მინდა გითხრათ, რომ ხალხი მოულოდნელობისგან შოქშია. ვარჯიშის დასასრულს მაყურებელთა თხოვნით კიდევ ერთხელ შემოვარტყით კორიფეებმა საპატიო წრე მოედანს, აი მწვანე შარვალში მხედავთ მგონი და მძიმე დღის შემდეგ განსატვირთად წავედით ჩვენ ძველ მეგობართან ჰარი პოტერთან ჩაიზე. ანამ ჰარისთან შევალ ჩაიზე, მანამდე მინდა სპორტულ ფედერაციას მიმართო. რა არის ეს? როდემდე უნდა ვივარჯიშო მე ოპერის ხელთათმანებით? გამიზარდეთ ხელფასი. ჰარი სახლში დაგვხვდა, თუმცა სულ წაფეხზე დაგვიკიდა. მან არ იცის შემოგებება, არც გამარჯვების თქმა.
მას უნდა ელოდო მოსაცდელში სანამ თავად არ მოინდომებს შახვედრას. ჰარი კეთილია, მაგრამ უცნაური. დაკპატიჟებს ინგლისურ ჩაიზე, მაგრამ ფსელს დაგალევინებს. მარინა მეუბნება, ჰარისგან მარჯვნივ კუთხეში დავჯდებიო. მე ვეუბნები, ჰარის მაგიდას არ აქვს კუთხე. ის მაგიცავი ჩასნექილია მეგობარო და უფრო მეტიც მაგიდის შუაში უნათურო სანათი კონციალობს, რომლის ფოჩები ტუჩებში გებლანდება და ხშირი ფურთხება გიწევს. მარინა ამბობს, ოკ. ამასობაში მისტერ ოსბორნიც დავლანდეთ ჩავიფარდიდან. კოპებს შეკრულმა მოსამსახურემ მოსაცხავემ ვიცივად მოგვიგდო და გაუჩინარდა უკუნიჩი. მისტერ ოსბორნ, მინიშნება მაინც მოგვეცი საით წავიდეთ. პასუხი არ არის. მოულოდნელად თითქოს რაღაც ძალამ ოთახში შეგვაგდო და ჰარი, აქ ძალიან ბნელა, ვერაფერს ხედავთ, აგვინთე შუქი, მაღალონატა, ლევან, კოხტა მარინა, ნუთნატა ისევ მშვიდად არის, ო ღმერთო! ჰარი, დაგვინდე! შუაღამის 2 საათზე, მას შემდეგ რაც სატურნი ეტლით შევიდა ვენერაში, ჰარი მინება ჩვენი გამოშვება და ჩვენც ამოვედით მიწისქვეშეთიდან, მაგრამ არ იცის მან ერთი სიბრძნე, კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, მეგობარო.